Უხელის 12 საათზე მოხდა კიდევ აფეთქებები, ისევ სამებიდან ისროლეს ოსმასეთ უგიათიდან, სწორად ხალხი შეშინებულია. დაბომბეს სოფელი ნული, ჩამოყარეს სხვილკალიბრიანი სნარიადი ჭურვები. საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მათი შეშინებული ბავშვები და ქალები თითქმის გავიდა სოფლიდან. კოვალენკოსთან ერთად კონფლიქტის ზონაში დღეს კიდევ 19 ქვეყნის ელჩი ჩავიდა. დიპლომატებმა ნიქოზი და ფრონეს ხეობის ორი დაბომბილი სოფელი ავნევი და ნული მოინახულეს. მათ პირადად დაათვალიერეს დაცხრილული სახლები და ეზოები. ნანახმა ელჩებზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. Что мы видели несколько села и только что случилось в последние дни, что у меня очень сильные впечатления. ელჩების ვოიაჟი კონფლიქტის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მოეწყო. დიპლომატებს ფრონეს ხეობაში ვანო მერაბიშვილის მოადგილე ეკა ზღულაძეს ახლდა. ჩვენ შესაძლებლობა მივეცით პრესას და დიპლომატიურ კორპუსს, რომ არ დაყრდნობოდნენ მარტო ჩვენს სიტყვებს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვემზადებით ომისთვის და ჩვენ არ ვუტევთ ოსურ მხარეს, იმიტომ რომ ჩვენთვის არ არსებობს ცალკე ქართული მხარე და ცალკე ოსური მხარე. ჩვენ ვაჩვენეთ ის სახლები, რომლებიც დაზიანებულია ძალიან მძიმე არტილერიული შეტევების შედეგად. ფრონეს ხეობის სოფლები ელჩების ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრეც დაიბომბა. წუხელ ავნებს და ნულს მსხვილკალიბრიანი იარაღიდანაც ესროდნენ. დიპლომატებს მოსახლეობამ ის ადგილები აჩვენა, საიდანაც ქართულ სოფლებს თითქმის ყოველდღიურად ესხმიან თავს. Они сидят там, получают получку из России, их оружие, сидят и стреляют. დიპლომატების ვიზიტი რამდენიმე საათს გაგრძელდა თავიანთ დასკვნებს ისინი ხვალიდან უკვე საკუთარ მთავრობებს გაუზიარებენ. ერთ პატარა ინტერვიუს ჩავწერდი რა თქვენთან რა. Არაფერ. Алло. Группа мониторинга тоже зафиксировала 100-миллиметровые стреляли. Она или КС-19, или Т-55. Масло вагон подливается, больше ничего. მამუკა ყურაშვილი რუსეთის ელჩს 1 და 2 აგვისტოს ოსის სეპარატისტების მიერ დაცხრილული ქართული სოფლების შესახებ ინფორმაციას დღეს მთელი დღის განმავლობაში აცნობდა. ქართული სამშვიდობო ძალების სარდალმა ვიჩესლავ კოვალენკო შერეული სამშვიდობო კომისიის მონიტორინგის დასკვნაზე ესაუბრა და რუსის სამშვიდობოებისგან სიტუაციის სწორად შეფასება მოითხოვა. არის კონსტატაცია ფაქტის. როგორც იქნა ვეღირსეთ, რომ ივანოვი იცით გააკეთა პრესამსახურმა განცხადება თვითონი მონიტორინგების დასკვნების დაყრდნობით, რაც იყო რეალურად სურათი ასახული ეს მოგონილი არ იყო, თქვენ თვითონ ნახეთ რა აფეთქებები იყო. დოკუმენტი კი, რომელიც თემურ იაკობაშვილს ხელში უჭირავს შერეული სამშვიდობო ძალების მონიტორინგის დასკვნა. დოკუმენტს ხელს რუსული სამშვიდობო ძალების სარდალი გენერალი კულახმეტოვი აწერს. 83, 85, 120 და 122 მმ. ეს იმ ნაღმტყორცნებისა და ყუმბარტყორცნების კალიბრებია, რომლითაც ოსის სეპარატისტები მონიტორინგის თქმით ქართულ სოფლებსა და პოლიციის საგუშაგოებს 1 და 2 აგვისტოს ცხრილავდნენ. აღნიშნული იარაღის გამოყენება კი კონფლიქტის ზონაში აკრძალულია. ჩვენ მოვითხოვთ ყველა ამ ჩამოთვლილი მძიმე შეიარაღების ამოღებას სეპარატისტული მხარიდან და ეს არის ვალდებულება სამშვიდობოებისა. საჭიროა მოხდეს ერთობლივი ქართულ-რუსული კონტროლის განხორციელება როკის გვირაბზე. შერეული სამშვიდობო ძალების მონიტორინგმა, რომელშიც ეუთოს წარმომადგენლებიც არიან დასკვნის ერთი ნაწილის როლების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მონაყოლზე დაყრდნობით დაწერეს. კონფლიქტის რეგიონის მოსახლეობას 3 დღის წინ მომხდარის გახსნება არც დღეს გასჭირვებია. ერთი ნარიადი რო ჩამოვარდა ჩემი სახლის უკან აგერ მეზობლის იმაზე დაეცა, დაიხვრი და სულ ყველაფერი და გამოვიდა ჩემი მეუღლე რომ გადავხედო იქიდან სახურავი ხوار ჩაინგრა. ისეთი ხმა ქონდა რომ მე მეგონა თაზე დაგვენგრა ყველაფერი. ხინვალენაც ისროდნენ. და აი აქედან სამშვიდობო ჯარებს გაქედანაც ისროდნენ, მაგრამ ცხინვალიდან იმდენი სროლა იყო, მარტო ავტომატების სროლა იყო, მაგრამ ამ რუსებიდანაც თუ რავი, ქვემეხი იყო, პულიმეტი მეც ვიცი, მე გლეხი ხალი ვარ, რა ვიცი რა იყო, იმის დაეცა ჩემს სახსა. ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობით შეშფოთება შემთხვევის ადგილზე ჩასულმა უკრაინის ელჩმაც გამოთქვა. Я очень сожалею, что все, кто задействован в этом конфликте, в том числе и международные организации, уже на протяжении очень многих лет, 17 лет, не могут предложить тот механизм и тот формат, который бы дал бы возможность этим людям свободно
и безопасно жить на этой земле. Მონიტორინგის დასკვნის მიხედვით სიტუაციიდან ერთადერთი გამოსასვლელი გზა დიალოგია. დიალოგი კი შესაძლოა 7 აგვისტოს ცხინვალში თემურ იაკობაშვილსა და ბორის ჩოჩიევს შორის გაიმართოს.